წუთებში საზოგადოება რესპუბლიკის მოედანზე იკრიბება, ხალხი ლაშა გაბიტაშვილს მხარდაჭერას გამოუცხადებს. ეს ის ადამიანია, რომელსაც ივანიშვილის ეგრეთ წოდებული დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და მათი თანხმლები პირი თავს დაესხნენ. ფაქტი აბუ-დაბიში მოხდა და აშკარა შურისძიება იყო. საზოგადოებამ ამის დამადასტურებელი ვიდეო კადრებიც ნახა. სალომე ბოკუჩავა ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში რესპუბლიკის მოედნიდან. სალომე, რას გეუბნებიან რესპონდენტები ადგილზე შეკრებილი საზოგადოება? ვახო მეტაშენ ხშირად ვერ ვთხოვით გეოგრაფიული მდებარეობებით ერთმანეთს ჩართვების დროს ახლა აღარა ვართ რესპუბლიკის მოედანზე უკვე მოვედით პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირზე და მოქალაქეებმა ლაშას მხარდაჭერა ნამდვილად გამოუცხადეს თუმცა ახლა ჩემ ზურგს უკან არიან ახალგაზრდები მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად ბავშვები ვალდორფის სკოლიდან სულ ცოტა ხნის წინ აქ ნამდვილი სანახაობა იყო ბავშვებმა პედაგოგებთან ერთად შეასრულეს სხვადასხვა სიმღერები ძველით ახალი წლისთვის სამზადისი ფაქტობრივად დაწყებული არის პარლამენტის წინ ჩვენ შეგვიძლია პედაგოგებს გავესაუბროთ და ვუთხართ რა გზავნილებით მოვიდნენ ისინი დღეს პარლამენტთან გამარჯობა გვითხარით რატომ მოხვედით ბავშვებთან ერთად დღეს პარლამენტის წინ არის თქვენი გზავნილი აქ დგას ვალდორფის სამი სკოლა დღეს და ჩვენ მოვედით ბავშვებთან ერთად ეს გაჟღენთილია პროტესტით გაჟღენთილია მთელი საქართველოს ბავშვებსაც ესმით ყველაფერი ისინი ყოველდღე ამას ისმენენ იცით ჩემმა შვილიშვილმა მითხრა აქციაზე წამოვა თუ პოლიციელები არ იქნებიანო მე არ მინდა ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ და ჩემმა შვილიშვილმა იცხოვროს სადაც ბავშვებს პოლიციელების იმედი არ იქნებათ ამიტომ მოვედი დღეს მოვიყვანე ჩემი შვილიშვილი მინდა დაინახოს აქ მშვიდობიანად ვდგავართ და ვითხოვთ მხოლოდ სამართალს ვითხოვთ ევროპულ მომავალს აქ ვიწერია რომ ჩვენი პედაგოგიკა დგას ევროპულ საწყისებზე ჩვენი მომავალი ევროპაშია და გვინდა რომ ჩვენი ბავშვები ევროპული სულისკვეთებით გაიზარდონ ამ ქვეყანაში მადლობა ამასობაში გადაიკეტა გზა რუსთაველის გამზირზე მე პარალელურად შევეცდები რომ მოგასმენინოთ აქ შეკრებილების კომენტარები და პარალელურად ასევე გაჩვენოთ კადრი თუ რა ვითარება არის რუსთაველზე გვითხარით თქვენ ვისთანხმად მოხვედით არის თუ არა ისიც ვალდორფის სკოლის აღსაზრდელი და რა გზავნილებით მოხვედით დღეს ბავშვთან ერთად რუსთაველზე ჩვენ აქ რუსთაველზე მოვედით ვალდორფის მასწავლებელი მშობელი ყველა აქ ვართ ყოველდღე აქ ვართ იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანას უჭირს დღეს ძალიან უჭირს ჩვენი პედაგოგიკა არ არსებობს თუ თავისუფლება არ იქნება ჩვენ ვსრდით თავისუფალ ადამიანებს ჩვენ ვსდით მომავალი კრიტიკული მოქალაქეები რომლებიც აქტიურად ცვლილს შეიტანენ ამ საზოგადოების და ქვეყნის აღმშენებლობაში და ამიტომ იქ სადაც ახალგაზრდები არიან უსამართლოდ ციხეებში სადაც უმოწყალოდ ექცევიან და წემენ ადამიანებს იქ ჩვენი პედაგოგიკა ვერ იარსებებს და იქ ამ ქვეყნის ახალგაზრდებს არ ექნებათ მომავალი ქვეყანა საერთოდ აღარ ექნება მომავალი ოკუპანტთან დარჩება მარტო და ესე ამიტომ აქ ვართ ვიბრძვით ყოველდღე და ძალიან გაბრაზებულები ვართ მოკლედ იმიტომ რომ ვითხოვთ ამდენი ხანი ახალ არჩევნებს და ამას აუცილებლად მივახცევთ დიდი მადლობა წარმატებები შეგვიძლია კიდევ ერთ მოქალაქესთან გადავიდეთ გვითხარით ვაშევო რისი თქვა რატომ მოხვედით მე რა უნდა ერიდებათ როგორც ხვდები მშობლებს კითხავ მშობლები ბრძანდებით თუ პედაგოგები აი გვითხარით თქვენი გზავნილი რა არის ვისი თქმა გინდა და რა გინდა და ევროპაში წასვლა გვინდა და მაგიტომ დგავართ ევროპაში წასვლა გვინდა მადლობა ძალიან დიდი ჩვენს გვინდა გვითხარით თქვენი გზავნილი რა არის რატომ მოხვედით დღეს აქ ბავშვებთან ერთად როგორ მომავალს ინატრებდით სამართლიანს მომავალი სამართლიანი ჩემი აზრით ყველაზე ძალიან განცდა რომ სამართლიანობა აკლია ქვეყანას სამართლიანობა აკლია ბევრი მოქმედების ახსნა ჩემი აზრით თავრობისგან ვაფშე ეს რაც გააკეთეს და დაატრიალეს დღევანდელ დღემდე რატო გააკეთეს რა მე პირადად ეგ განცდა მაგრამ ნუ მაქედან გამოწვეული ჩემი აზრით ლოგიკური პროტესტია თქმა უნდა რა
ძალიან დიდი მადლობა. ისმენთ ადგილზე შეკრებილების პოზიციებს. ხედავთ, რომ რუსთაველის გამზირი არის გადაკეტილი. რამდენიმე მსვლელობით მოვიდნენ აქ მოქალაქეები, სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები და მსვლელობები გრძელდება დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩიდან და ისინი მოემართებიან რუსთაველზე. ახლა კი ასეთი არის მდგომარეობა, მშვიდობიანი აქცია გრძელდება საკანონმდებლო ორგანოსთან.